ჩვენ დღეს გვინდა მადლობა უთხრათ ღმერთს. არაფერია შეუძლებელი, როცა ღმერთთან ერთად ხარ. შეუძლებელს ღმერთი ხდის შესაძლებელს, როცა მასთან ერთად დადიხარ. ამიტომ მოდი ხშირად გავამხნეოთ ხოლმე ერთმანეთი. თუ ეშმაკი გეუბნება, რომ რაღაცა დამთავრდა, იცოდე, უკეთესი იწყება. როცა რაღაც მთავრდება, ის არასდროს არ არის დასასრული, ის ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია, დიდება უფალს. ასე რომ მე ძალიან მინდა მე მიხარია და მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ღმერთმა ძალიან ბევრი რაღაცეები შეუძლებელი ჩვენ შორის შესაძლებელი გახადა. დღეს არის ძალიან კურთხეული და დიდებული დღე. დღეს სულთმოფენობის დღე არის. მე გილოცავთ ყველას ამ დიდებულ და კურთხეულ დღეს. ეს არის დაწერილი წმინდა წერილში, მოციქულთა საქმის მეორე თავი. თუ გადაშლით ჩემთან ერთად, მოდი გადავშალოთ და წავიკითხოთ. მოციქულთა საქმის მეორე თავი ასე იწყება. მე ერგასე, ეს ცოტა ძველი თარგმანია, სინამდვილეში ეს არის 50-ე დღე პასექის შემდეგ. პასექის შემდეგ 50-ე დღეს იყო 50-იანობის დღესასწაული, ეს იყო პირველი ნაყოფების დღესასწაული. პირველი ნაყოფები მიქონდათ ღმერთთან სამადლობელ მსხვერპლად ამ დროს. და წერია, მე ერგასე დღეს რომ სრულდებოდა ყველანი ერთად იყვნენ. აქ არის მოციქულებზე ლაპარაკი, შეშინებულები, დამბრთლები. იმიტომ რომ მაცხოვარი აღარ არის. ის გარდაიცვალა. დაასაფლავეს, აღდგა, შეხვდა, მაგრამ ამაღლდა. ზეცად ამაღლდა. აღარ არის მათ შორის. მათ არ იციან რა უნდა აკეთონ. შეკრებილები არიან ზემო თვალში, სადაც ბოლო პასექის დღესასწაული და ზიარება ჩაატარა ჩვენმა მაცხოვარმა და ჩვენმა უფალმა და ყველანი ლოცულობენ. ყველანი ერთად იყვნენ და მოულოდნელად იყო ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო და ავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ და მოევლინათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანი, თითო-თითო დაედგნენ ყოველ მათგანზე. და ყველანი აღივსნენ სულიწმინდის და იწყეს ლაპარაკი სხვა ენებზე, როგორც სული აძლევდა მათ ამ ეტყველებას. ხოლო იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდეველნი ღვთის მოშიშნი ხალხი ცისქვეშ მყოფი ყველა ერიდან. როცა ეს ხმაური მოხდა, მრავალი შეგროვდა და შეშფოთდა, ვინაიდან თითეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ მის საკუთარ ენაზე. ყველანი გაოცდნენ და უკვირდა და ამბობდნენ, განა ყველანი ვინც ლაპარაკობენ გალილეელები არ არიან, როგორღა გვესმის თითეულ ჩვენგან საკუთარ ენაზე, რომელზეც ვიშვით. პართნი და მიდიელნი, ელამიტელნი და მცხოვრები შუამდინარეთის, იუდეის, კაბადოკიის, პონტოსა და აზიის, ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კვიროსის მხარეს, მდებარე ლიბიის ოლქებს, რომიდან მოსულნი, იუდეველნი და პროზელიტნი, კრეტელნი და არაბიელნი, უსმენთ მათ ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღმერთის დიდ საქმეებზე და ყველანი გაოცებული იყვნენ და საგონებელში ჩავარდნენ და ერთმანეთს ეუბნეოდნენ, რას ნიშნავს ეს? სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, ტკბილი ღვინით არიან სავსეო. ხოლო პეტრე წამოდგა 11-თაგან, ხმა აღიმაღლა და უთხრა მათ, იუდეის კაცნო და ყველა ვინც იერუსალიმში ცხოვრობთ, იყოს ეს თქვენთვის ცნობილი და ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს. ისინი არ არიან მთვრალები, როგორც თქვენ გონიათ, ვინაიდან ახლა დღის მესამე საათია. დღის 3 საათი კი არ იყო. დღის მესამე საათი ნიშნავდა მზის ამოსვლიდან მესამე საათს. ეს იყო სისხამდილა. გასაგებია? იმიტომ რომ მზე რომელ საათზე ამოდის, დაახლოებით საათად 7:09-ისკენ, ხო? და გადათვალეს 3 საათი და ფაქტიურად ეს დილა იყო. კი, ისრაელში კიდევ უფრო ადრე ამოდის. და ეს იყო ძალიან ადრე დილით და პეტრე რატო ეუნება, ვერ დათვრებოდნენ ისინი. ესე ადრე ვერ დათვრებით, მთელი ღამე არ სვავდი სადღაც. არ არიან ისინი მთვრალები, იმიტომ რომ ახლა დღის მესამე საათია. მაგრამ ესაა ნათქვამი იოველ წინასწარმეტყველის მიერ და იქნება ბოლო დღეებში ამბობს ღმერთი, ჩემი სულისაგან მოვაფრქვევ ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი და თქვენი ჭაბუკი ხილვებს ნახავენო და თქვენ მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათო. დიდება უფალ დღეს. ეს არის სულთმოფენობის დღესასწაული, როცა ღმერთის სული დაეშვა და გადმოვიდა მის შვილებზე. მასიურად. მაგრამ ეს არ არის ის, რაც
რაც იოველში არის ნათქვამი. იოველი ამბობს ეს მოხდა მაშინ და ეს იქნება ბოლო დღეებში. იოველი ამბობს, როცა ჩემი სულისგან მოვაფრქვევ ყველა ხორციელზე. ჩვენ გვაქვს ერთი საგალობელი, ეკლესია ელოდება წვიმას. ვანო მღერის ხომე ჩვენი. ჩვენ ველოდებით ამ წვიმას. ჩვენ ველოდებით დროს. ჩვენ ველოცულობთ ამისთვის. როგორც სანამდე ეს დრო მოხდებოდა, როცა ქრისტე ამაღლდა, მან შეკრიბა თავისი მოწაფეები და გააფრთხილა ისინი, რომ დაელოდეთ მამისგან აღთქმულს იერუსალიმში. დაელოდეთ მამისგან აღთქმულს იერუსალიმში. ვინაიდან თქვენ მიიღებთ ძალას და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, იუდეაში, სამარიაში და ქვეყნის კიდემდე. კიდება უფალს. იცი, მოვა დრო და მას იოველი ამბობს, როცა ღმერთი სულიწმინდას გადმოღრის არა ჯგუფზე, არა რომელიმე ეკლესიაზე, არა სადმე რამდენიმე ადამიანზე. როცა ღმერთი თავის სულს გადმოღრის ყველა ხორციელზე. მე არ ვიცი ეს როგორ იქნება. მე გონებით ვერ წარმომიდგენია ეს როგორ იქნება, მაგრამ თუ წმინდა წერილი ამბობს ამას, ეს ასე იქნება. დიდება უფალს. და იწინასწარმეტყველებენო ასე წერია. და ენებით ილაპარაკებენ ასე წერია. და მოხუცებულები ხილვებს ნახავენ. და ახალგაზრდები იწინასწარმეტყველებენ. და ღმერთის სულით იქნება აღძრული მაშინდელი სამყარო. დიდება უფალს. ამას ბოლო გამოღვიძებას ეძახიან, ბოლო წვიმას ეძახიან. და ჩვენ ველოდებით ამას. ჩვენ ვლოცულობთ ამისთვის. ჩვენ ვემზადებით ამისთვის. იცი, წვიმა იყო ნოეს დღეებშიც. გახსოვთ? ნოე ლაპარაკობდა, რომ წვიმა იქნებოდა. არავინ არ უჯერებდა. ყველას ეგ როგორ იქნება? იმიტომ რომ ის რაზედაც ნოე ლაპარაკობდა, ჯერ კიდე არ ყოფილა არასდროს. არასდროს მსგავსი მეტეორული მოვლენა არასდროს არ ყოფილა. იცით რომ უფალს ჯერ კიდევ მიწაზე ნაწვიმები არ ქონდა. სხვადასხვა ვინც აკვირდებით ამას, თუ დაბადების ციკს წაიკითხავთ და გამოიკვლევთ კარგად. და როცა ღმერთი ქმნიდა სამყაროს წერია, დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა, ხო? და გაყო ერთმანეთისგან და წყლები და მყარს ზემოთ წყლები და მყარს ქვემოთ წყლები. რას ნიშნავს მყარი რა არის მიწა? ანუ წყალი მიწის ზემოთაც იყო და მიწის ქვემოთაც. იცი დღეს დედამიწას აქვს ატმოსფერო და ოზონის გარსს ეძახიან ამას, ოზონის შრეს ეძახიან. არიან მეცნიერები, რომელიც მე არ ვიცი 100%-იანი ასე იყო თუ არა, მაგრამ არიან მეცნიერები, რომლებიც ამბობენ, რომ ნოეს დღეებამდე დედამიწას ატმოსფეროს სახით წყალი ქონდა ირგვლივ. ანუ წყალი იყო ატმოსფერო და წყალი იცავდა დედამიწას მზის რადიაციიდანაც და დედამიწა იყო როგორც სასათბურე გარემოში. მთელი პლანეტა იყო ასე. ორთქლი ადიოდაო მიწიდან და ის რწყავდა მიწას. არანაირი წვიმა არ იყო, ასეთი მოვლენა არ არსებობდა. ზუსტად ნოეს დღეებში გაიხსნენო ასე წერია ქვესკნელის უფსკულები და ზეცის კარიბჭეები და ღმერთმა წყალი რაც ზემოთ იყო ჩამოვიდა დედამიწაზე. ამიტომ მოხდა ის დიდი წარღვნა და უამრავი მეცნიერი დღეს ამტკიცებს ამას, რომ ეს ასე იყო. მე არ დავდებ თავს 100%-იანი იყო ასე. გასაგებია, მაგრამ ნოეს დღეებში ნოე ლაპარაკობდა წვიმაზე და არავინ არ უჯერებდა. ყველევნოდა რა სისულელეს ლაპარაკობს, მსგავსი რაღაცა, ზეციდან მოვა წყალი, რას ლაპარაკობ? ასეთი რაღაც არავის არ ენახა. იცი დღეს თუ დაიწყებ ლაპარაკოს, რომ ღმერთი თავის სულს მოაფრქვევს ყველა ხორციელზე. როგორ? აი ქუჩაში რო დადიან დღეს ისინიც? ხო წარმოუდგენელია, ვერ წარმოიდგენ, როგორ უნდა მოხდეს, მეც არ ვიცი. გეუბნებით, გონებით მე ვერ წარმომიდგენია. მაგრამ ნოეს დღეებში მოვიდა წვიმა. ვიღაცებისთვის ის წვიმა დამოწმება იყო. ხო ვამბობდით. ჩვენ ხო გვჯეროდა, ჩვენ ხო გვწამდა. კი არ ვიცოდი, ეჭვიც ხშირად მიტევდა. რავი, ხშირად ვერ ვიგებდი რა იქნებოდა, მაგრამ მწამდა და ღმერთმა გვიპასუხა, დიდება უფალს. მაგრამ ვიღაცებისთვის ის წვიმა ცხელი იყო. სინდის წვავდა. თურმე რასაც ნოე ლაპარაკობდა მართალი ყოფილა. გაიქცნენ, მიცვივდნენ კიდობანთან, დაიწყეს კაკუნი. გაგვიღე, გვიშვე, ახლა გვჯერა. ნოემ უთხრა, არც დამიკეტია და ვერც გავაღებ. იმიტომ რომ ღვთისანგელოზმა დაკეტა და მე ვერაფერსაც ვერ გავაღებ. გასაგებია? იცით,
ერთი რაღაც არის ჩემო ძვირფასებო, როცა სულთმოფენობაზე ვლაპარაკობთ, სულთმოფენობა არ არის ჟრუანტელი. სულთმოფენობა არ არის რაღაცგან ჩვენ უნდა ვერ წმონოთ, რომ მოვა დრო, როცა ღმერთი თავის სულისგან მოაფრქვევს ყველა ხორციელზე. ღმერთი თავის სულისგან მოაფრქვევს მის ძეებზე და ასულებზე. იცი, ღმერთმა სულიწმინდით დაგვბეჭდა ჩვენს, როგორც საწინდარი თავისი მომავალი დიდების, დიდება უფალს. და მადლობა ღმერთს ამისთვის. ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ ეს მადლი და სიკეთე, რასაც სულიწმინდა შინათლობა ქვია, ჯერჯერობით არ განუცდიათ. მაგრამ ეს არ არის რაღაცა განსაკუთრებული და ისეთი რთული რაღაცა, რაღაც ჭირდება ამას. უბრალოდ შეგიძლია თხოვო ღმერთს, დადგემის წინაშე რწმენით. და ილოცო და ადიდო მის სახელი. და ღმერთი დღესვე, შეუძლია დღესვე, ამ წუთსვე დაგბეჭდოს ამ დიდებული მადლით. დიდება უფალ ღმერთს. მე არ მინდა ძალიან ბევრი ვილაპარაკო ამაზე. დღეს ერთ მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო და გაგიზიაროთ ეს თემა, მაგრამ იმდენად რამდენადაც დღეს არის სულთმოფენობის დღესასწაული, მე მინდა ყველას მოგილოცოთ და კი არ მოგილოცოთ, დაგლოცოთ და გითხრათ და ღმერთმა ეს დიდებული დღე აღასრულოს თითეულ თქვენთაგანში და ჩვენთაგანში. რომ მისი სულით ვიყოთ დაბეჭდილები, რომ მისი სულის ბეჭედი იყოს ჩვენზე, მისი სულის ნიჭები მოქმედებდეს ჩვენში. და ის თავის დიდებულ საქმეებს აკეთებდეს თითეული ჩვენთაგანისგან. დიდება უფალს. იმიტომ რომ სიტყვა სულიწმინდას აქვს ერთი ეპითეტი წმინდა წერილში. ქართულ ბიბლიაში მას ქვია ნუგეშის მცემელი. ნუგეშის მცემელი. იცით, უამრავი სიტყვა, როცა თარგმნიდნენ ახალ აღთქმას ქართულ ენაზე და სხვა ენებზე, უამრავი სიტყვა არ არსებობდა ქართულ ენაში. ერთ-ერთი იყო ასეთი სიტყვა, რაც ქართულში თარგმნეს როგორც ნუგეშის მცემელი. თქვენ როგორც იცით, ახალი აღთქმა დაწერილია ბერძნულ ენაზე და ის სიტყვა, რაც ბერძნულ ენაში არის ამ ეპითეტის აღმნიშვნელი, ეს არის პარაკლეტოს, ბერძნული სიტყვა. სინამდვილეში ეს არის ორი სიტყვისგან შემდგარი კომბინაცია. სიტყვა პარა ნიშნავს ახლოს მყოფს, შენს გვერდით მყოფს, შენს თანამგზავრს. ფაქტიურად აჩრდილივით რო არის შენს გვერდით, რომ ის არასდროს არ გტოვებს, ის მუდამ შენთან არის. ამას ეძახიან პარა, ეს არის ბერძნული სიტყვა პარა. ქართულში არის ეს გადმოტანილი როგორც სლენგი, კარგი პარა არისო, ამბობენ ხოლმე, კარგი წვილი არის, ამას ამბობენ. ეს ნიშნავს შენს მეწყვილე, შენ მუდამ შენთან მყოფს. მეორე, ბერძნული ზმნა, კალეო, ნიშნავს დაძახებას, მოხმობას. და ეს არ არის მარტო დაძახება და მოხმობა. ეს არის რომელიც გეძახის, აღჭურვავს ძალაუფლებით, გაძლევს ძალას, გაბედულებას და გაძლევს პასუხისმგებლობას და გაყენებს საქმეზე. გასაგებია? აი ამას ნიშნავს ბერძნული ზმნა კალეო და პარაკლეტოს, ეს ორი სიტყვა რო შეათანხმო ერთმანეთში. სულიწმინდა არის ის, ვინც მუდამ შენთან არის და არის შენი მასწავლებელი. არის შენი, იცი, დამხმარე, არის შენი შემგონებელი, დამრიგებელი, ის გაყენებს, ძალას გაძლევს, შესაძლებლობას გაძლევს, გაბედულებას გაძლევს, პასუხისმგებლობას გაძლევს, რომ საქმეში შეხვიდე, რომ საქმე აკეთო ღმერთის სახელის სადიდებლად. ის ადიდებს ჩვენში იესო ქრისტეს სახელს. დიდება უფალს. გასაგებია და ამის როცა მთარგმნელები ეძებდნენ ყველაზე, ძალიან კარგი შესატყვისი არის ნუგეშის მცემელი. მაგრამ ის არ არის ნუგეშის მცემელი, როგორც ჩვენ პანაშვიდებზე ვაკეთებთ ხოლმე. ხელს რო დაარტყავ და ვიზიარებთ. არა. ის ძალა არის ჩვენში. ის დიდება არის ღმერთისა ჩვენში. ამენ. და ამას უნდა ესწრაფოდეს ყველა, დიდი და პატარა, ამას უნდა ეშურებოდეს ყველა, რომ მე მინდა ნუგეშის მცემელი იყოს ჩემში დავანებული. ის ცხოვრობდეს ჩემში. მე მესმოდეს მისი ხმა. მე ვგრძნობდე მას ჩემში. განვიცდიდე მის გულისცემას ჩემში. დიდება უფალს. ამენ. ასე რომ მეგობრებო, პირველი რაც მე მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა და მეთქვა, ეს არის, რომ დღეს არის სულთმოფენობის დღესასწაული. და ღმერთმა გაკურთხოთ თითეული თქვენთაგანი, გილოცავთ და გლოცავთ ამ დღესასწაულზე. იცი, თანამედროვე ლიბერალურ, ემანსიპირებულ სამყაროში ყველანი ლაპარაკობენ ღმერთის სიკეთეზე. იცით, რომ ლიბერალურ თეოლოგიას აქვს ერთი მთავარი მოძღვრება, რომ ღმერთს არ აქვს რისხვა. ღმერთის რისხვა ეკლესიურების მოგონილია, ჩემნაირების, რომ თქვენ შეგაშინოთ. მათ ასე ჯერათ.
მათ გონიათ რომ პასტორებმა, ეპისკოპოსებმა და სხვებმა მოიგონეს ღმერთის რისხვა. სინამდვილეში ღმერთს მარტო უყვარს. მას რისხვა არ აქვს. ტყუილია. ჩვენი წმინდა წერილი ამბობს, რომ ღმერთი მჭამელი ცეცხლია და საშინელებაა ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა. იცი არის ღმერთის რისხვა. არსებობს ღმერთის რისხვა. და რომაელთა წერილის პირველი თავის 28 მუხლიდან თუ წაიკითხავთ, წერია რომ ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობაზე. ჭეშმარიტება უღმერთობით რო შეუპყრიათ. იცი ღმერთი არ არის დამსჯელი, რომ ეძებს ახლა ვინ დასაჯოს. მაგრამ როცა ადამიანები თავისი ნებით ირჩევენ, ღვთის საწინააღმდეგოდ, მიიღებენ იმას, რასაც ირჩევენ. მე ძალიან ბევრი მიფიქრია ჯოჯოხეთზე. ძალიან ბევრი მიფიქრია ამაზე. რა, აი, ერთხელ ჩემს ახალგაზრდობაში ძალიან ისეთი ცხელი ქრისტიანი ვიყავი ხოლმე. მოკამათე ქრისტიანი. მე მივიღე ერთხელ მხილება ღმერთისგან, რომ მე იმათ იმიტომ კი არ ველაპარაკებოდი, რომ მათთვის ჭეშმარიტების გაზიარება მინდოდა, იმიტომ ველაპარაკებოდი, რომ კამათში დამემარცხებინა. და მსიამოვნებდა, როცა უშანსოდ ვამარცხებდი კამათში. პასუხი რო აღარ ქონდათ ხოლმე. და ერთხელ ღმერთმა მითხრა, რომ ჩვენი უფალი ასე არ აკეთებდა. იცი, ეს ადამიანური სიამაყის ერთ-ერთი გამოვლინებაც არის. როცა გონია, რომ იცი, ვისაც გონია, რომ რამე იცის, მან ჯერ კიდევ არაფერი იცის ისე როგორც უნდა იცოდეს. გასაგებია? თუ აკვირდებით ამას და თუ ხედავთ ამას, ერთხელ ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე შემხვდა და მითხრა, როგორ ფიქრობ, ვინ შექმნა ჯოჯოხეთიო? ამას რა უნდა, მაგრამ გასაოცარი იყო, მანამდე არც კი მიფიქრია ამაზე. და ვიცი, რატომ მივხვდი, რატომაც მეკითხებოდა და სიმართლე გითხრა დამცხა. იცი, იმიტომ რომ თუ მე ვეთყოდი, რომ ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი, ჟურნალში მქონდა უკვე წაკითხული. როგორ? მოსიყვარულე ღმერთმა შექმნა ადგილი, სადაც მის ქმნილებას ტანჯავს. შენ ასეთი ღმერთი გწამს. არიცი, მოგისმენია თუ არა ასე. თუ ვიტყოდი, რომ ღმერთმა არ შექმნა ჯოჯოხეთი, მაშინ მეტყვის, როგორც წმინდა წერილში წერია, არაფერი შექმნილა. რაც კი შექმნილია მის გარეშე. ანუ ყველაფერი მის შექმნილია. ესე იგი მე თუ ვიტყოდი, რომ ღმერთს არ შეუქმნია ჯოჯოხეთი, გამოდის, რომ სამყაროში არსებობს რაღაც, რაც ღმერთმა არ შექმნა. ასეთი არ არსებობს. და სიმართლე გითხრათ, ჩიხში ვიგრძენი ჩემი თავი. მეთქი ღმერთო, როგორ? შენ შექმენი სატანჯველი ადგილი, სადაც შენს ქმნილებას ტანჯავ. და როცა საღამოს სახლში დავბრუნდი და ვლოცულობდი ამაზე, ერთი პატარა განათება მოხდა ჩემს გონებაში, ჩემს აზრებში. ღმერთმა წამიყვანა ედემის ბაღში და დამანახა, როცა ღმერთი ეუნევა კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხისნაყოფზე, რომ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხისნაყოფისგან არ ჭამოო ღმერთი აფრთხილებს. რადგან როგორც კი შეჭამ, სიკვდილით მოკვდები. სინამდვილეში ეს არ იყო ნაყოფი, ეს იყო ცხოვრების სტილი. იცით რა არის ცხოვრების სტილი? დღევანდელი ნომინალური ქრისტიანობის ცხოვრების წესი. ღმერთი ტაძარში, მე ცხოვრებაში ვირჩევ მე თვითონ, ვწყვეტ მე თვითონ, მე ვიღებ გადაწყვეტილებებს, მე ვიცი რა არის კარგი, მე ვიცი რა არის ცუდი. მე უნდა გადავწყვიტო, დღეს ამას ბევრი ადამიანი, ბევრი ახალგაზრდა ლაპარაკობს. მე უნდა გადავწყვიტო. ერთხელ ერთ კაცს რაღაცას ველაპარაკებოდი და უთხარი, მეთქი ეს მოლიპული გზაა, მეგობარო. ამ გზაზე შეიძლება დაიღუპო. მე რა დავიღუპო, შენ რა? ანუ მე უნდა გადავწყვიტო. ღმერთი ამაზე აფრთხილებდა. კეთილი და ბოროტი რო გაარჩიოს ძალიან ხშირად გვითხოვს, მინიმუმ მომავალი უნდა იცოდე, 10 წუთით მერე მაინც უნდა იცოდე რა იქნება. იცი? ვინ არის ასეთი, ვინც იცის? ჩვენ ვარაუდით ვიცით. ჩვენ ვარაუდით ვარტყავთ. სინამდვილეში არაფერიც არ ვიცით. რა იცი 10 წუთის მერე რა მოხდება? ბევრს ეგონა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მიწისძვრა მოხდა და დამთავრდა სიცოცხლე. ბევრს ეგონა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ავიაკატასტროფა მოხდა, დამთავრდა სიცოცხლე. ჩვენ არ ვიცით მეგობრებო მომავალი. ჩვენ საერთოდ ვერ ხვდებით რა არის ჩვენს მომავალში. ამიტომ ღმერთი ამბობს იმდენად რამდენადაც ეს არიცი, მე ვიცი. ნუ შეჭამ კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხისგან, ნუ გადაწყვიტავ. მე შემეკითხე, მე უკეთ ვიცი. ის მან 100%-იანი იცის. მან ჩვენი მომავალში კი არ იცის რა იქნება, მისთვის რაც ჩვენთვის იქნება, მისთვის არის. მისთვის ეს ახლა არის, გასაგებია? ამიტომ
კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხის ნაყოფის ალტერნატივა ეს არის რწმენი ცხოვრება. სიცოცხლის ხის განკვება. ეს რას ნიშნავს? ღმერთო, შენ ხარ უფალი. წმინდა ხავით ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი. და როცა მას ეკითხები და იღებ პასუხს და ამით ცხოვრობ, ეს არის რწმენი ცხოვრება. მაგრამ ადამმა გადაწყვიტა, არა, მე უნდა გადავწყვიტო, შენ იყავი ტაძარში. და შაბათ-კვირას მოვალ ხოლმე, ვიგალობებ ხოლმე, შესაწირავ, შევწირავ და დაკმაყოფილდი ამით, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მე ვარ ღმერთი. მე ვიღებ გადაწყვეტილებებს. მე თვითონ ვიცი რა მინდა, მე ვიცი ვინ უნდა მოვიყვანო ცოლად, მე ვიცი ვის უნდა გავყვე, მე ვიცი რა პროფესია უნდა ავირჩიო, მე ვიცი სად უნდა ვიმუშაო, როგორი სახლი უნდა მქონდეს, სად უნდა ვიცხოვრო, ეს ყველაფერი მე ვიცი. ღმერთო, შენ არავინ გეკითხება. და თუ თანახმა არ ხარ ასე ცხოვრებაზე, სულ ყოველთვის ვიშოვი ღმერთს, ვინც დამთანხმდება ასე ცხოვრებაზე. ეს არის ნომინალური ცხოვრების წესი. ამიტომ ამბობს ფსალმუნთა წიგნი, თქვენ ხართ ღმერთებიო. როცა ასე ვცხოვრობ, მე ვარ ღმერთი. როცა ასე ვცხოვრობ, გადაწყვეტილებებს ვიღებ მე. მე შეიძლება ვამბობ დიდება უფალს, მაგრამ საერთოდ არ არის ეს ღმერთის დიდება. ღმერთის დიდება მაშინ არის, როცა მე ვამბობ, რომ შენ თუ უფალი ხარ, შენ მართავ, მე კი არა. როცა გეცემანიის ბაღში ჩვენი მაცხოვარი ლოცულობდა, მამაო, თუ შესაძლებელია ამარიდეს სასმისი. მაგრამ არა ისე როგორც მე მინდა, არამედ ისე როგორც შენ გინდა. არამედ ისე როგორც შენ გინდა. იცი, უამრავი ადამიანი ღმერთო, ამარიდეს, იყოს ისე როგორც შენ გინდა, მაგრამ მაინც ისე მინდა როგორც მე მინდა. იმიტომ რომ ისე გვიყვარს ჩვენი ცხოვრების წესი, ჩაბღაუჭებული ვართ მასზე. და რაღაც ადამმა გადაწყვიტა, რომ ეცხოვრა თვითონ, მიიღო გადაწყვეტილება, ღმერთის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები, უფალმაც თქვა, უფალი არის ყველაზე დიდი უფლებადამცველი. ის ამბობს, რაღაც შენ ამბობ, იყოს ისე როგორც შენ ამბობ. და იქნება სამყაროში ადგილი, სადაც მე არ ვიქნები. ეს არის ჯოჯოხეთი. იმიტომ რომ ეს ჩვენი არჩევანია. იმიტომ რომ ჩვენ გადავწყვიტეთ მის გარეშე ცხოვრება. ჩვენ გადავწყვიტეთ მისგან დამოუკიდებლად ცხოვრება. ჩვენ თვითონ რო ასე გვინდა, ღმერთთან კი ბატონო იყოს ასე. მაგრამ ერთ დროს მიხვდებით, რომ ეს ჯოჯოხეთია. გასაგებია? ღმერთმა დაგვიფაროს. დღეს სხვა თემას მინდოდა შევხებოდე. მაგრამ ვერ ვილაპარაკებ ამაზე, იმიტომ რომ იმას, რასაც ვეხებით, ალბათ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მეგობრებო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ხშირად ჩვენ ვამბობთ ახლა, რასაც ჩვენ ამას ხშირად რადიკალიზმს ეძახიან ქრისტიანობაში. რას ლაპარაკობ, ასეთი რადიკალიზაცია რა საჭიროა? იცოდეთ, ბუნებაში სიცარიელე არ არსებობს. თუ არ არის ღმერთი, იქ არის ეშმაკი. არც ერთია და არც მეორე ესე არ არსებობს. ნეიტრალური არ არსებობს. თავი შეიკავა. სინამდვილეში არანაირი თავის შეკავება არ არსებობს. მხოლოდ ორი პოზიცია არის. ან ხარ ღმერთთან, ან ხარ ეშმაკთან. ან ღმერთის ოჯახში ხარ, ან ეშმაკის ოჯახში. ჩვენ უნდა ვიყოთ არა მორწმუნენი, არამედ მიმდევრები, იმიტომ რომ მორწმუნე უამრავია, რომლებიც მწამს, მაგრამ მე ვცხოვრობ ისე როგორც მე მინდა. მწამს უშველეთ ჩემს ურწმუნოებას. უამრავი ვცხოვრობთ ასე. კი მწამს, ღმერთი მწამს, აბა არ მწამს, ეკლესიაში დავდივარ, მაგრამ გადაწყვეტილებებს მე ვიღებ, მე თვითონ ვიცი. და არის უამრავი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ასეთი რადიკალიზმი, მე დავდივარ ხოლმე ეკლესიაში მშვიდდები. ჩემო მეგობრებო, ეკლესია არ არის ფსიქოლოგიური დასამშვიდებელი ადგილი. ეკლესია არის ღმერთის ოჯახი, სადაც იკრიბებიან მისი შვილები, სადაც პატივმიაგებენ მამას და ეუბნებიან ჩვენ მოგისმენთ ღმერთო. კი არ მოგისმენთ, გამოყვებით კიდეც. სადაც შენ ხარ, ჩვენც იქ ვიქნებით. იმიტომ რომ ქრისტემ თქვა, ჩემი ცხვარი ჩემს ხმას ისმენს. და კი არ ისმენს მარტო, მე მომყვებაო მე. აი ზუსტად ეს არის, რომ იცით, ქრისტესგან დაცლილი ქრისტიანობა, ეს ქრისტიანობა აღარ არის. ზუსტად ამ ნომინალურმა ცხოვრების წესმა მოიტანა ასეთ შეხედულება. ქრისტიანი თუ ხარ, მოსულა ყველაფერი, ბოდიში ჟარგონისთვის. ქრისტიანი თუ ხარ, შენ მოიტყუები, შეულებრივია. ქრისტიანი თუ ხარ, ერთს გაშორდები, მეორეს გაყვები, ის არ მოგეწონება, მესამეს გაყვები. ქრისტიანი თუ ხარ, ეს მოსულა. ქრისტიანი თუ ხარ,
შენ წახვალ და იმრუშებ კიდეც მე რა გაერთო კაცი დიდი ამბავი და მე წახვალ ეკლესიაში და ღმერთო მაპატიე მაგრამ ეს არ არის მეგობარო ქრისტიანობა ქრისტიანობა ქრისტია ჩვენში დიდება უფალს დღეს ამაზე მინდოდა მელაპარაკნა და ერთ მუხლს წაგიკითხავთ რამდენიმე წუთს დავიკავებ მოდი რამდენიმე მუხლი მინდა წაგიკითხოთ და გაგიზიაროთ მოდი ავიღოთ ეფესელთა პირველი თავი მე-17-19 მუხლები. რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტემ ღმერთმა დიდების მამამ სიბრძნის და გამოცხადების სული მის შესაცნობად და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ ეს წინამსახურებაზე წავიკითხეთ. რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმინდანთათვის და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე სად? ზეცაში? არა, ჩვენში, ჩემში. ღმერთს უნდა რომ ეს სიდიადე ზეცაში კი არ გამოჩნდეს და პასტორი ლაპარაკობდა ამაში. ჩემში გამოჩნდეს, შენში გამოჩნდეს, ჩვენში გამოჩნდეს. ამენ. დიდება უფალს. და კიდე ერთი მუხლები ბევრია, მაგრამ მეორე კორინთელების 4:10-11 უფალი იესოს სიკვდილს მუდამ სხეულით ვატარებთ, რათა იესოს სიცოცხლეს გამოჩნდეს ჩვენს მოკვდავ სხეულში. კიდევ შემდეგ. ვინაიდან ჩვენ ცოცხლები მუდამ ვეძლევით სიკვდილს იესოსთვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს მოკვდავ სხეულში. დღეს მოდურია, როცა ილაპარაკო ღმერთი ყოვლის შემძლეა. აი, ღმერთი დიდებულია, ღმერთი კეთილია, ღმერთი სიყვარულია. ნუ ლაპარაკობ, რომ ღმერთი ასეთია სადღაც. ეს შენში უნდა იყოს. ეს ჩემში უნდა იყოს. გასაგებია? აი ეს არის რწმენის მთავარი პოსტულატი. ქრისტე ჩემში. ქრისტე ჩემში და მე მასში. დიდება უფალს. თქვენ დაიხოცეთ და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. კოლოსელების 3:3. პავლე კი არ გვწევლის თქვენ დაიხოცეთ ერთ დღესო. ის გვეუბნება ფაქტს, რომ სინამდვილეში თუ ქრისტიანი ხარ, თუ ქრისტე ირწმუნე, შენ მოკვდი უკვე. და აბა ცოცხალი რო ვარ, ეს ქრისტეს სიცოცხლეა შენში. თქვენ დაიხოცეთ და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში და როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე. თუ ამ დედამიწაზე ქრისტე არის ჩემი სიცოცხლე, მაშინ როცა ის გამოჩნდება, ჩვენს გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებით. ის გამოაჩენს ჩვენს შეცვლილ, გამდიდებულ ცხოვრებას. გასაგებია, მაგრამ უმთავრესია აქ არის, რომ ქრისტე უნდა იყოს ჩემი სიცოცხლე აქ. ჩემს სხეულში შმაგი ჭანკვეტაძე კი არ უნდა ავლენდეს თავს. არა, ქრისტე უნდა ჩანდეს. ქრისტე უნდა ავლენდეს თავს. მე ერთხელ მახსოვს და ამით დავამთავრებ. რეინჰარდ ბონკე ამოწმებს. ერთხელ ერთი კაცი გაზეთებში ცუც წერდა და ჩვენზე ძალიანო. ისეთი რაღაცეები დაწერო, ეგენიო, ფულს ითხოვენო, მათყუარები არიანო და დაწერა ეს გაზეთშიო და ერთხელო მაღაზიაში ვიყავი წასულიო რაღაც ინსტრუმენტი უნდა გვეყიდაო ეკლესიისთვის. და დავინახე ეს კაცი შემოვიდა იგივე მაღაზიაშიო. და მე არ მივაქციე ყურადღება, წავედი რაღაცეები ავიღე და რომ მივედი სალაროსთანო, ეს კაცი დგას გახევებულიო, ესე თვალები გაფართოებული მიყურებსო. და მივედი ახლოსო დაუთხარი, რა გემართებათო? რა მოხდაო? იცი, მე თქვენს თვალებში ქრისტე დავინახეო. მითხრა. მე უთხარი, რიბერი რაო, ის ჩემში ცხოვრობს და შეიძლება ფანჯრებიდან გამოიხედაო. შეიძლება ფანჯრებიდან გამოიხედა. მეგობრებო, თუ ქრისტე ჩვენშია, ის ჩანს. შენ არ გჭირდება სახელების დარქმევა, მე სუპერ სულიერი ქრისტიანი ვარ. შენ ნუ იტყვი ამას. ვინც დაგინახავს, ისინი იტყვიან. სახელები არ ნიშნავს რაიმეს. მეგობრებო, ქრისტიანი თუ ხარ, სხვები იტყვიან. წმინდა წერილი ამბობს, რომ მოწაფეებს ქრისტიანები დაარქვეს. მე-11 თავი მოციქულთა საქმის 26 მუხლი. ანტიოქიაში ქრისტიანებს დაარქვეს, მოწაფეებს დაარქვეს ქრისტიანები. და ამ უბანში თქვან, ესენი ქრისტიანები არიან. და ამ უბანში დაინახონ და თქვან, ესენი ქრისტიანები არიან. და იქ სადაც შენ ცხოვრობ, თქვან, რომ ეს ქრისტიანია. და იქ სადაც შენ ცხოვრობ, ადამიანებმა თქვან, რომ ეგ არ მოიტყუება. ეგ რომ მოკლა არ მოიტყუება. ეგ დაგვეხმარება. ეგ გვერდში დაგვიდგება.
ეგ ჩვენ ტკივილს გაიზიარებს. გასაგებია? მეგობრებო, მე გთავაზობ წამოვდგეთ. და მოდი ამ განცდით დავამთავროთ ეს დღე, დღეს სულთმოფენობა. და ღმერთის სული ფარავდეს ჩვენ ცხოვრებას. და ღმერთის სულმა გახსნას ჩვენში ქრისტე. და დღევანდელი დღის ცენტრალურ თემად მინდა, როცა სახლში წახვალთ, ვიფიქროთ. ღმერთს უნდა რომ ჩვენში გამოვლენდეს. ნუ ილაპარაკებთ რომ ღმერთი გამკურნებელია, ის შენშია გამკურნებელი. ნუ ილაპარაკებ რომ ის, რავი, სიყვარულია. თუ ის სიყვარულია, შენგან უნდა გამოავლინოს ეს სიყვარული. შენგან უნდა გამოავლინოს თანაგრძნობა. შენგან უნდა და ჩემგან უნდა გამოავლინოს მადლი, სიკეთე და წყალობა. ეს არის ღვთისნება. მეგობრებო, დღეს კვირა დღეა. და უამრავი ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ არის საუფლო დღე, ვერ ახერხებს ეკლესიაში მოსვლას. მაგრამ ემჯერა ღმერთის შეცვლის ყველაფერს. როცა მე, შენ, ჩვენ მისი ჭურჭლები ვიქნებით, მისი სხეული ვიქნებით და ის თავის თავს გამოავლენს ჩვენში. როცა ზიარებას ვატარებთ ეკლესიაში და ვიღებთ და ვაკურთხებთ პურს, ვამბობთ რომ ეს ერთი პური მრავალ ჩვენთაგანში არის. ასევე ეს ერთი ქრისტე მრავალ ჩვენთაგანშია. და როგორ არის ის თუ თავის თავს არ ავლენს? ჭიქა როდის არის წყლიანი, როცა მასში წყალი ასხია. როდის არის ღვინიანი, როცა მასში ღვინო ასხია. თუ მე ქრისტიანი ვარ, სად არის ქრისტე? სად არის ქრისტე? დიდება ჩვენ სუფალს.